დღემშვიდობის, როგორ ხართ? 12 საათიც მოგვივიდა, გოგოებო, გვიან გამეღვიძათ რა. მე დავიბანე, გავიშრე, გავლამაზდი და მოვიდა 12 საათი. გვიან გამეღვიძა, არ ვიცი რატო. წინა დღეებში ისე ადრე ვიღვიძებდი, რაც დათქვა. და დღეს ცოტა გვიან გამეღვიძა, იმიტომ რომ ვინერვიულობ, ხო, მას ისე რომ ვინერვიულე. Very კომენტარები მომწერეთ, გოგოებო, დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. პირადშიც მომწერა. ნანა. ანუ აფთიაქში მუშაობს ეს გოგო და თან პროფესიით ექიმია. ნოშპა არ მირჩია, სუპრასტინი მირჩია. და რა ვიცი რა დავალებინე მათი სწავლები უკეთესად არის. ეხლა მაინც ახველებს. ერთმა დამიწერა, ერთმა გოგო მე ხა გამოვაქვეყნე სხვათა შორის, რომ ვირუსიაო და მაინც დრო უნდა, ოკეი? აი თქვენ გეთანხმებით ნამდვილად, რომ დრო უნდა ძალიან ბევრი სწავლებით სეროფების საერთოდ სეროფისა არ მჯერა რამე. და ძალიან სწავლებით გაჭრებაც არ მინდა ბავშვისა. დრო უნდა, სიცხე არა აქვს, არც გქონია სიცხე. დრო უნდა უბრალოდ და გაუვლის. მე მქონდა გუში, სანამ თქვენ მოგწერდით, მანამდეც მქონდა სახლში ტრახისანი, ჩემთვის ვიყიდე. ეგ არის ყელის ტკივილისა, ცოტა ხველებასაც იმაშვება. ამსირებს, მაგრამ ნუ ესეთ იმას არა, ეხლა მე ცოტათი ყელი რა რო წამოგახველებს, აი მაგას და ჩავაწუწნე, იმიტომ ოდნავ ყელიც ქონდა, გაწითლებული და მოურბილა მაგანაც და ნანა მითხრა, რომ ტრახისანიც კიო ძალიან კარგი არისო რა. მეც მეთქი მივწერე და კიო არ არისო, ცუდი კარგიაო. თუ რამე ბაქტერია არისო ყელშიო, რაოსო. ჩვეულებრივად ეგ გაიგებს და ამას უნდა დრო. სიცხე არ აქვს, მოთენთილი არ არის, თამაშის ხასიათია მშვენივრად არის მათე და ისა რა ქვია, აი უახლოეს. უბრალოდ დრო უნდა. ხვალ სკოლაში მე მგონი რომ გავხსნა. გადამდები აღარ არის, ეხლა სიცხეც არ არის და არც ქონია და თან კიდე რო დააწყებინა, იქიდან გავიდა 2, 4, 5, 6 დღე. 6 დღე. სკოლაში გადავიდა. სკოლიდან მოიტანა, ვიცი ზუსტად. 100%-ით ვიცი ეგ ამბავი, რომ იქიდან მოიტანა. არ ვიცი რავი რატომ მიყავს სკოლაში. ბავშვები მე ხო ხედავთ გოგოებო არ მიმყავს. გაციებული როცა არის ახველეს და ვირუსი აქვს, არ უნდა წავიყვანო. სხვასაც ესეთ მდგომარეობაში არ ვდებ, რა ვიცი. ძალიან ისა ცუდია ეს. სკოლაში რომ მიყავს. ზოგი ალბათ მუშაობს და სხვა გზა არა, მაგრამ შეიძლება. აი ნიკას დროს მე ვიცი რომ წამლებს სასმევდი ხომ სიცხისა და სკოლაში უშვებდნენ ბავშვებს რამდენი წიგნი. სიცხიან ბავშვებს გზავნიდნენ ხოლმე სკოლაში. რამდენი წიგნი და ვიცი მე ეგეთ შემთხვევები იყო. და ბაღშიც. და მას ასმევდნენ და ბაღში მიყავდათ. ეგ არის რა ჩემი აზრით დაუშვებელი. ეგ რა კამპლეტია, მაგას სულ ჭამო. ძალიან მიყვარს მე ეს პიჭმიტი, ძალიან მიყვარს. უთეთა მაგას რა მაჩნევს, როგორ ჭამო მაგ კამპლეტს. ეგო შოკოლადის მეტი ყველაფერი არისო. ეს კომენტარი მივიღე.
ძალიან გიბრილია პიკნიკი გოგოებო არ ვიცი თქვა. ზოგ შეიძლება სნიკერსი უფრო უყვარს. ბაუნტი მეც ძალიან მაგრად მიყვარს ხო იცით? პატარა თეთრში მიგინდა. ვინ გადახვედით მოკლე მკრავიან მაიკებზე? ბავი. მე არ გადავდივარ ჯერ. ჯერ არა. აპრილის ბოლოს შეიძლება. ჟოკეი. შავი მაში რო არის შეფუთვაში, აი ეგ არის და ვიცი როგორია? გემრიელად ვსვამეთი ვერ გეტყვით ხომ ამას. იმიტომ რომ სხვანაირი ყავები უფრო მიყვარს. ღია ფერის. არა, ძალიან მუქიც არ არის, მაგრამ არ ვიცი, აი რაღაცნაირი გემოაქვს რა. ის უფრო მუქი იყო, ნახეთ და უფრო მომწონდა. აქ რო არის დარჩენილი. კარტონვარი იყო ხო დაფქული. მაგრამ ჟოკეის ყვითელიც უფრო მომწონს. მაგრამ დალივე ხლა ისეთი არ არის რომ ვერ დალიო. ერთი წუთით. მოვედი გოგოებო, ესე იგი ჩემო ოჯახში. თუ გაკეთდება ხოლმე რა, სუპი უბრალო. უნდა გაკეთდეს იცით როგორი, გუში რო გავაკეთე ეგეთი. მხოლოდ და მხოლოდ ეგეთი იქნება. გემრიელად და ბოლომდე. მარტო კარტოფილით. ერთი ჩემი გემო არის ეს არის ჩემი გემო, ყველაზე ძალიან მიყვარს ყავა, ბანანი და შოკოლადი. ხელოსნები არიან, აი აქ ზუსტად ჩვენ ფანჯარასთან არიან. ოკეი. რა გულები აქვს გოგოებო რა, ერთ პატარა თხლეფიცაზე დადიან. ჩამოკიდულები არიან. ძალიან თხელი ფიცელებია ხო? დადიან აფიცრებს. ღერის გამოიწვია. გამოაგრიეს ალბათ ის ძველი რაც არის ხარ ეს. ძალიან გემრიელად დავიკელი მეწონაში. ამას ვჭამდი სულ. დღეში 5 ჯერ.
ერთმა გოგომ მომწერა, რომ ტაროზე ილაპარაკე ჟანა, გონება ამირიესო. აი ამ თემაზე აგათ ჯობია რომ მე და კი ამ ერთად ჩავწეროთ ვიდეო, მაგრამ აი ამ გოგოს ვეტყვი, რომ ქრისტიანულად ტარო არ არის სარწმუნო და შენ თუ ხარ ქრისტიანი მოიშორე ყველა აზრი, რომლითაც დაგამძიმეს ჩემო სიხარულო. ყველა აზრი მოიცილე და ღმერთს მიმართე ლოცვით და შენი გრძნობები თუ რა მდგომარეობაში ხარ, გადაუშალე გული და ჩააბარე მას. აუცილებლად დაგეხმარება. ეგეთი რაღაცეების არ მწამს საერთოდ, ან ჯერა მე და თუ დააკვირდებით თან სულ ისეთ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე, რომ თითქოს ყველას რო ერგება, ყველას ცხოვრება შეიძლება მოარგო. ის რაღაცას ამბობენ თან. მეც მინახია ეხლა ვიდეოები შემხვედრია და მინახია რაც ხდება, მაგრამ როგორ ამისი არ მწამს და არ მჯერა საერთოდ. ასე რომ ამაზე არ ინერვიულო. მათ თუ რაღაცა ისეთი გითხრეს. ეკლესიაში წადი, ილოცე და შენი გრძნობები, შენი გულის ნადები და შენი ფიქრები ღმერთს გადაუშალე. ძალიან საიმედოდ იგრძნობ თავს. არ ვიცი ჯადოქრები არიან რა. ადამიანებს სამძიმებენ და კითხაობით და იმითი მართლა საქართველოს გაიშვს, არ ვიცი, ინტერნეტის სოციალური ქსელები სავსეა ესეთი რაღაცა მეჩხიბავებით. ძალიან სამწუხაროა. ძალიან. ადამიანის ფსიქიკა მე როგორია იცით, თუ ერთი რაღაცა დაიჯერა გონება, ხო? არარეალურიც რო იყოს. ძალიან ძნელია რომ ისწაშალო. შეიძლება გძნობდე რომ არარეალურად გეშინია, არარეალურად გეფიქრება, მაგრამ ამას უნდა მერე ძალიან დიდი მუშაობა. რომ გონებიდან ეს ყველაფერი ამოშალო, წლები უნდა. რაღაცა რო არარეალურად გეშინია. მოვა. თან გძნობ რომ რეალური არ არის შენ ფიქრები, აზრები, შიშები რა. რეალური არ არის.
და მაინც ეშინია და არის ეს განკურნებადი, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს წელიწად ნახევარი 2 წელი. ყოველ დღე უნდა იმუშაო ყველაფერს. ყოველ დღე. და რას ვკეთებენ ხალხს ნახეთ. ამიტომ ჩემო სიხარულო სანამ აი მართლა გონებამ ეს ყველაფერი არ ჩაიფეჭდა და არ დაიჭერა. ეკლესიაში წადი, ილოცე, თუნდაც სახში ღმერთს გული გადაუშალე, სანთელი აათე და ღმერთს უთხარი რომ მხოლოდ და მხოლოდ მას ენდობი. კითხავებისა გოგო მეშინოდა ბავშვობიდანვე. ბავშვობიდან მეშინია მკითხავების. არ ვიცი. დედაჩემი სუადრე რამდენჯერმე იყო მგონი წასული. აი უბანში მოვიდა ერთი მკითხავი მახსოვს და ქალები რო ყველა რო წავიდნენ და დედაჩემიც რო წავიდა. არც მას არასდროს არ ინტერესებდა ეგეთი რაღაცები, მაგრამ აი ყველა რო მივიდა და სანამ სახლში მოვიდოდა. მახსოვს ისე ძალიან განვიცადე და ვინერვიული რას ეტყოდნენ, რას ეტყოდა ის მკითხავი. ისე ძალიან ვინერვიული რომ აი ეგ განცდები ეხლაც მახსოვს და მკითხავები ბავშვობიდან რაღაცა ძალიან შორსავა რა ყველაფრისგან არ მჯერა. მათი არ მწამს და ისინი ჩემზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. როცა არ გჯერა მათი. არც მეშინია გოგო მათ. არანაირი ჯადოები და ჯადოშიც არ ამჯერავს და არ ამწამს. არა. შეიძლება არსებობს, მაგას კი არ ვუარყოფ, რომ არ არსებობს, მაგრამ აი ჩემ ცხოვრებაში მე ვერაფერს ვერ დამიშავებენ. იმდენად ვარ ღმერთზე მინდობილი, ისე მიყვარს ღმერთი, ისე სუფთად ვცხოვრობ, ისე ვცდილობ, რომ საერთოდ ჩემი ნაბიჯები, ჩემი ცხოვრება, ყველაფერი აბსოლუტურად დავფიქრდე და ისე გავაკეთო, არავის არაფერს არ ვატყუებ, არავის არაფერს არ ავძალავ, ჩემი შრომით, ჩემი ტვინით და ჩემი გზით მივდივარ და ეს იმხელა დაცვა არის ჩემთვის. რაღაცა უზარმაზარ იმაში ვარ. სიმართლის როგორ ვთქვა, რგოლში, სადაც ვერავინ ვერ შემოაღწევს. ვერავინ. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ანუ ჩვენზეა გოგოებო ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენზე მივენდოთ ღმერთს და თუ შენ სუფთად ცხოვრას და ისე ცხოვრობ ალალი ადამიანი ხო იცით როგორც არის. შეიძლება ვიღაცეები შეგეხნო, გული გადკინონ, მაგრამ ნახეთ ამ ყველაფერს ახლა ჯადოებს ვერ დააბრალებ, ხო? შენი გადაწყვეტილებებითაც რაღაცეები ხდება და თუნდაც ის რომ ტარო გააშლენინე, ხო, ვიღაცას შენი გადაწყვეტილება იყო ეს, ან ვიღაცასთან ისეთთან დაიჭირე ურთიერთობა, ვინც არ არის ამ ყველაფრის ღირსი, მაგრამ ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია და ანუ ყოველთვის აი ყოველდღე უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. მე ესე ვარ. კომფორტი ზონიდან ვსწავლობ გამოსვლას და ვმუშაობ ფსიქოლოგიურად გინდა თუ აი ყველანაირად ვმუშაობ ჩემ ოჯახზე, ჩემ თავზე.
ვაძლიერებ შემოჯახს ამითი თავისუფლად შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენ თავზე მუშაობით ბუნებასთან ურთიერთობით აი ეგ ყველაფერი რაღაცები მეც მაქვს გამოსასწორებელი უფრო მეტად რომ მქონდეს თუნდაც პარკი იყოს ნუ იქნება სოფელი იყოს პარკი და დიდი დრო გაატარე უფრო მეტად ხეებთან ძალიან კარგია ეგ ძალიან და აი ამ ყველაფრით ძლიერდები ღმერთთან უფრო ახლო ურთიერთობა გაქვს ძლიერდები მაგრამ ადრე ზოგჯერ იყო ხოლმე ესეთი დღეები რომ საერთოდ სახლიდან არ გავდიოდი და ეხლა იგრი არ არის ვცდილობ რომ ყოველდღე გავიდე სახლიდან რაც მაგალითად ეხლა გუშინ წვიმდა მაგრამ მაინც წავედი ხო ნახეთ რა ვალინგში ვიყავი რაღაც საქმეები მქონდა რაღაცები დავათვალიერე და რა ვიცი აი ესე რა ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ძალიან კარგად იქნება ყველაფერი გოგოები ტაროს კიდევ ერთხელ რაც შეეხება მათ რაც კითხეს ეს ყველაფერი ამოიგდე თავით ამოიგდე იმიტომ რომ ღმერთი სულ სხვა რაღაცას გვეუბნება ღმერთი გვეუბნება რომ მისი საყვარელი შვილები ვართ და ჩვენზე გავლენა არავის არ აქვს არც ტაროს არც ჯადოს არც თვალს არც ამას არც იმას თუ ღმერთთან ვიქნებით წარმოიდგინე რომ ღმერთი გეხუტება წარმოიდგინე რომ ღვთის ხელში ხარ და გეფერება როგორც წემსი როცხვას იკრავს გულში თავის ცხვარს და ესე რომ ეფერება აი იმ ცხვარის ადგილზე წარმოიდგინე თავი და მწყემსის ადგილზე წარმოიდგინე ღმერთი ჩემო სიხარულო და ჩათვალე რომ შენ ღვთის ხელში ხარ და ვერაფერი ვერ მოგეკარება ცუდი წავედი ახლა და კონკრეტულად ტაროზე არ ვიცი ბიბლიურად შეიძლება გიასთან ერთად ამ თემაზე საუბარი უფრო დაწვრილებით ანუ გიას ვეტყვი რომ თავის არხზე გააკეთოს შეიძლება მარტო თქვენ კი არა ძალიან ბევრს საინტერესებდეს ეს ყველაფერი და თავის არხზე ამ თემაზე ჩაწეროს ვიდეო მიყვარხართ ნუ გეშინოთ ნუ რა ფრის ყველაფერი კარგად არის